ნაციონალური მოძრაობის და მასთან დაკავშირებული პარტიების აკრძალვის მოთხოვნით ქართული ოცნება სარჩელით სასამართლოს უახლოეს დღეებში მიმართავს. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ეს სარჩელი ემსახურება პოლიტიკური ეველიდან ოპონენტების გაქრობას. პარტია გირჩი კი მიიჩნევს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა საკუთარ აკრძალვისკენ თვითონ გადადგეს ნაბიჯი. მმართველ გუნდში ისევ განმარტავენ, რომ ეს სარჩელი შეეხება არა მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას, არამედ მასთან ასოცირებულ პარტიებს და პოლიტიკოსებს, რომლებიც მათივე თქმით ხალხის წინააღმდეგ იბრძვის. უმრავლესობის წევრებმა სარჩელი საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე მოამზადეს. ქართული ოცნების საკონსტიტუციო სარჩელში სავარაუდოდ 10-მდე პარტია შევა. არა მხოლოდ ათეულობით, მაგალითად ადამიანს ან ასეულობით თუნდაც შეეზღუდება პასიური საარჩევნო უფლება, ანუ ის რომ ჩვენ არჩეული ვიყოთ თქვა საკრებულოში ან პარლამენტში, არამედ 100,000-ობით საქართველოს მოქალაქეებს თვითონ ქოცებისვე დათვლით აეკრძალებათ პოლიტიკური, ასე ვთქვათ, საქმიანობა ზოგადად, იმიტომ რომ ადამიანები 100,000 ადამიანი, რომელსაც მე ვსაუბრობ, ხმას აძლევდა ბოლო არჩევნებზე წლების მანძილზე. არა მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას, არამედ სხვა პარტიებს, რომელსაც აკრძალავს ოფირები. ამ პროცესს გახავთ რაღაც ქრესტომათიური მაგალითი დიქტატურის დამყარების მცდელობის, რომელიც შევა ალბათ ისტორიაშიც, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ სამწუხაროდ მსოფლიოს ისტორიაში შევა, იმიტომ რომ ასეთ პრეცედენტო რამ რომ სადღაც მილიონზე მეტ მოქალაქეს საარჩევნო და პოლიტიკურ უფლებას ოფიციალურად უზღუდავ, ესეთ რამე ნამდვილად არ მოხდება. უახლოეს დღეებში შევა საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც მოითხოვს ანტიკონსტიტუციური იმ მუხლების გაბათილებას და თავის მხრივ მოითხოვს დროებითი შეჩერების მექანიზმის გამოყენებას. საკონსტიტუციო სასამართლო ამ სარჩელის პირობებში ვალდებული იქნება, რომ შეაჩეროს სადავო ნორმების მოქმედება და თავის მხრივ ვერ განიხილოს ქართული ოცნების კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც სინამდვილეში ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური დევნის მექანიზმად გამოყენებას ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ. ეს იყო საზოგადოების დაკვეთა, ჩვენ ეს დაკვეთა ცოტა დაგვაგვიანდა, მაგრამ ეს დაკვეთა არის შესრულებული, სარჩელი არის წარდგენილი და ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი. ის რომ ქვეყანაში ის პარტიები და ის პოლიტიკური წარმომადგენლობა, რომელიც მუდმივად დაკავებულია საკუთარი ქვეყნის შანტაჟით, მტრობით, საზოგადოებაზე ზეწოლით და ასეთი მძიმე წარსულის მონაწილეები და აქტორები ისევ ისინი არიან, ვინც ცდილობენ რომ ისევ ხელისუფლებაში მოვიდნენ, ვფიქრობ, რომ ასეთი აქტივები უნდა დასრულდეს, ასეთი პარტიები და ასეთი პოლიტიკური წარმომადგენლობა უნდა აიკრძალოს და უნდა დისტანცირდეს პოლიტიკური საქმიანობისაგან.